რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე ჟურნალისტური გამოძიებები, კვლევები აჩვენებს და აჩენს ეჭვებს ეხმარება თუ არა საქართველოს რუსეთს სანქციებს თავი აარიდოს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მკვლევრებს მიაჩნიათ სწორედ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტური გამოძიება, საიდანაც დგინდება, რომ თბილისში რეგისტრირებული კომპანია გემის ძრავის ნაწილებს ეზიდებოდა, რომლებიც ირკვევა, რომ საბოლოოდ რუსეთში ხვდებოდა. საუბარია 1 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ნაწილებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის ფიქტიური მფლობელი 22 წლის ანა შედანია იყო, რომელმაც მას შემდეგ, რაც პირველები ჟურნალისტმა ლიკა ჯანყარაშვილმა კითხვები დასვა, რამდენიმე დღეში კომპანია ისრაელის მოქალაქეზე გადააფორმეს. კიდევ ერთი მაგალითი უკავშირდება აიფაქტის გამოძიებას, რომელსაც სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ჯო ვილსონი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს არის ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ივანიშვილის პარტია რუსეთს სანქციებს თავი აარიდოს და ფაქტობრივად ჯო ვილსონი წერს, რომ ეს არის ომის დანაშაულში თანამონაწილეობა. ამ ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ სწორედ გემები მალავდნენ რეალურ მარშრუტებს, ისინი თიშავდნენ სიგნალებს, რომლითაც უნდა დადგინდეს თუ რა მარშრუტით გადაადგილდება გემი. აიფაქტის კიდევ ერთი ახალი კვლევა უკავშირდება ბათუმის პორტში შემოსულ საეჭვო გემს, რომელმაც საქართველოში შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გამორთო სწორედ აღნიშნული სიგნალი, ამიტომ უცნობია რა მარშრუტი გაიარა, უცნობია სად იმყოფებოდა და ჩნდება ეჭვი ხომარ გადაიტანა ან ხომარ დატვირთა სანქცირებული პროდუქციით. ნავთობების გემებთან ერთად ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ტვირთის გადამზიდ გემებსაც და სწორედ აქ შევამჩნიეთ ერთი საინტერესო გემი, რომელიც უკვე შემჩნეული იყო მარცვლეულის ქურდობაში, ანუ ასე ვთქვათ, ნაქურდალი მარცვლეულის გატანაში 2022 წელს და ამის გამო ის თურქეთის საზღვრებთან დააკავეს კიდევაც. 3 დღე იყო გაჩერებული და შესწავლა მიმდინარეობდა ის მარცვლეული, რაც მის ბორტზე იყო თუ არა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული. მტკიცდებოდა, რომ ის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოიღეს, თუმცა თურქეთმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმის, რომ ეს არ იყო კომერციული შეკვეთა და იყო ნამდვილად მოპარული მარცვლეული და ამის გამო გაუშვა, თუმცა დააბრუნა რუსეთში. 26 იანვარს შემოვიდა საქართველოს წყლებში, 28 იანვარს არის უკვე პირდაპირ პორტში შემოსული და დღემდე იქ დგას. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ჩვენ გვიმტკიცებს, რომ რაღაც არასწორ ინფორმაციას ვავრცელებთ და ვცდილობთ, რომ საქართველოს იმიჯი შევახოთ, რეალობა არის ესეთი. ამ გემს თითქმის მთელი გზის განმავლობაში გათიშული ჰქონდა სანავიგაციო სისტემა, ანუ არ გადასცემდა მონაცემებს სად იყო. ის გამოვიდა ზუსტად მარიუპოლის წინ მოპირდაპირ მხარეს არსებული პორტიდან და თავისუფლად და გაქრა რადარებიდან, თავისუფლად შეეძლო, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან აეღო მარცვლეული და გამოეგზელებინა გზა, რადგან ჩვენთვის უცნობია მთელი ამ გზის პერიოდში ის რას აკეთებდა. ეს რომ ხდება, ამას ადასტურებს არა მხოლოდ ქართული გამოძიებები, არამედ რამდენიმე დღის წინ ფინური გამოძიებაც მაგალითად, როდესაც აღმოჩნდა, რომ საქართველოსდან გემის ნაწილებსაც ვაწუდით რუსეთს და ჩვენი წინა გამოძიებებით, რომლითაც დასტურდება, რომ რუსული ნავთობი უზბეკეთის გავლით შემოდის საქართველოში და შემდეგ მიდის ნიდერლანდებში. ასევე ისიც, როდესაც ესპანეთში მიდის ქართული წარმოების ნავთობი, მაგრამ რეალურად ვისი წარმოებულია არ ვიცით და საქართველოს არ აქვს ამის წარმოების შესაძლებლობა. ყველა ეს გარემოება, რომელზეც საუბრობენ როგორც მკვლევრები, ასევე ჟურნალისტური გამოძიებები, პოლიტიკოსებისთვის არის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ეხმარება რუსეთს თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს და პოლიტიკოსების აზრით მთელი სისტემა ახლა ამ პროცესში არის ჩართული. პოლიტიკოსები საუბრობენ რამდენიმე საფრთხეზე და პირველ რიგში საფრთხე ბუნებრივია უკავშირდება თავად საქართველოს მოხვედრას საერთაშორისო სანქციების ქვეშ. იქნება ეს ყულების ნავთობგადამუშავებელი ტერმინალი, იქნება ეს მათ შორის სანქცირებული დეტალების მიწოდება რუსეთისთვის ფინეთიდან და ჩვენ ვნახეთ ის სკანდალი, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა. იქნება ეს მათ შორის საეჭვო გემების შემოსვლა დატვირთული მარცვლეულით და ამაზე მრავალი კითხვის არსებობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის არა მხოლოდ რუსეთის დასაყრდენი საქართველოში, არამედ
მისცემთ, მათ შორის დამხმარე დასავლური სანქციების თავიდან არიდების გზაში რუსეთისთვის, მათ შორის სანქციების საფრთხეს ქმნის საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ ეს არის მოღალატეობრივი და კაპიტულიანტური რეჟიმი. უკვე არაერთი საერთაშორისო გამოძიების მიერ დადასტურდა ის, რომ საქართველოს რუსეთის მიერ გამოიყენება სანქციების გვერდის ზაულის ერთ-ერთ მთავარ სივრცედ. დაადასტურა კიდევაც ფინანსთა მინისტრმა, რომ საქართველოსთან ექსპორტზე პროდუქცია გადის არასანქცირებულ ქვეყნებშიო, თუმცა მას არ განუმარტავს ის, რომ მაგალითად ყირგიზეთში ან ყაზახეთში ან ტაჯიკეთში გასული პროდუქცია საქართველოსთან იქნება ეს მანქანები თუ იქნება ეს მაგალითად გემის ნაწილები საქართველოს პორტებიდან პირდაპირ რუსეთში მიდის და საბოლოო დანიშნულება არის რუსეთი. ეს მათ რა თქმა უნდა კარგად იციან, თუმცა ისინი არიან სწორედ აი ამ სქემის შემოქმედები და აი ამ სქემის მფარველები. თუ ქართული პორტები და საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაზე მუშაობენ, სად არის ამ დროს ხელისუფლება, რას აკეთებს, კონტროლდება თუ არა დეტალურად, მაგალითად გემების მარშრუტი და ვინ იღებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას. ამ კითხვებზე მკვლევრები პასუხებს კვლავ ელოდებიან. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.